მაინტერესებს სიკვდილისთვის თუ ჩაგიხედავთ თვალებში. არა. ანუ არ გადარჩენილ ხართ ისეთ მნიშვნელოვანი და ეგეთი რამე ჯერ არ დამმართებია, მაგრამ წინ რას დაგვემართება არავინ არ იცის. იმედი არ დაგემართებათ არასდროს. მაინტერესებს სიკვდილისთვის თუ ჩაგიხედავს თვალებში. არა, თვალებში არა. სიკვდილისთვის კი. როგორ მოხდა ეს ამბავი, შეგიძლიათ რომ მოგვიყვეთ? ავარიის შედეგად. ცოტა პოლიტიკურ ამბებს უკავშირდება და არ მინდა ამაზე საუბარი. კაი. 11-12 წლების ამბებს 91-12 მე არ ვიყავი დაბადებული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ დავბადებულიყავ, მეც ბეწვზე გადავრჩებოდი, ან ვერ გადავრჩებოდი. აუ, ბევრჯერ კი. შეგიძლია ერთ-ერთი მათგანი რომ მომიყვე? აუ, ძალიან რთული გასახსენებელია, თორე ბაზარი. როგორ ჩახედე სიკვდილს თვალებში? ისეთი სიტუაცია მომივიდა რა, უცებ. ავარია, ესე რომ თქვა, ავტოკატასტროფაში მოვიდა. რა კაია, რო გადარჩი და ინტერვიუს ვაძლევ დღეს. ავარიაში მოვყევით. გადავბრუნით ესე ვიტრიალეთ და გავსრიალდით და მე გამოვწერით. არა. რატო? რატო უნდა ჩავხედო სიკვდილს თვალებში? რა ვიცი, აბა ადამიანი ხარ და. მე რა ადამიანი ვარ, მაგას არ იცის სიკვდილს თვალებში უნდა ჩახედო. ეს არის საინტერესო არაფერი, უბრალოდ რაღაც ბანაობის დროს მე და ჩემი მეგობარი ბანაობდი და ესე ვთქვათ წყალმა ჩაიტრია მეგობარი და შევეცადე დავხმარებოდი და როგორც ხდება რა. ყველაფერი დასრულა კეთილად, ხო? მე დასრულა კეთილად. მომიყევი რა. ავარიაში მოხდა, საილენტა მოგვეჭრეს. ლენტა, ვაიმე. გილოცავ რომ გადარჩი. რაღაც წვიმა იყო ბარის ზემოთ და აწვიმდა და აუზორი და კაბელებს რაღაცას ჩალიჩები და ჩავიხედე იდეაში კაბელში გადიოდა დენ, მაგრამ არ დამარტყა. დიდი ისტორია არის, სახში რაღაცას ვაკეთებდი, მიბმული ვიყავი მესამე სართულზე და ფიცარი ჩამიტყდა. თვალებში არა. აბა, არსად. ბეწოზე არ გადარჩენილ ხართ? ბეწვის ხიზე გამივლია. მომიყევი? ძანსაში იყო. всё? ჯერა შედი. მადლობა. კარგად იყავი? კარგად.